შუა დღემშვიდობის კიდევ ერთხელ დღეს პარასკევია, კულინარიული დღე, სრული შემადგენლობა ვართ. შეგვიძლია ჩავიფიქროთ. შეგვიძლია ჩავიფიქროთ. ახალ მოსახლეობა გვაქვს. ახალ მოსახლეობა. უკან გაიხედე, ოლიმპიური ჩემპიონი დახურებს თავზე. ხო, და სწორედ ნოსტეს ქათმისგან მოამზადებს დღეს ვახო. ძალიან კარგ კერძს. კარგი როა ჯერ რა ვიცი, მაგრამ ეჭვს არ მეპარება რომ კარგი. იცი რა არის ნოსტედან მომზადებული კერძი? საკეთებს გემრიელად. და რაც ყველაზე მთავარია ნოსტესგან მომზადებული, ნოსტეს პროდუქციიდან მომზადებული კერძი 1-2-რად უფრო გემრიელია ჩემო სანდრო. ამაზეც უფრო კიდევ ცლად დაწვრილებებით ვისაუბრებთ აუცილებლად მანამდე მოდი ვიდრე. დავასუფთავოთ ხო ჩვენი პარასკევი დღე ხო როგორც ტრადიციულად გასული პარასკევიდან მოყოლებული დავასუფთავოთ ვინაიდან ჩვენ სამზარეულოში გვაქვს ბრენდ სანოს ჭურჭლის სარეცხის საშუალებები, რომლებიც უმაღლესი ხარისხის კომპონენტისგან შედგება. მათ შორის არის ისრაელის საუკეთესო ბრენდი სანო ხარისხის გარანტი სპარკ ჭურჭლის სარეცხის საშუალება გრძნობიარე კანისთვის რეცხავს ჭურჭელს და იცავს კანს გამოშრობისგან სპარკ საბავშვო ჭურჭლის ხილბოსნეულის უნივერსალური და უნებელი უფერო სარეცხის საშუალებაც არის, რომელიც არის გრძნობიარე კანისთვის და 60 წამში ანადგურებს ბაქტერიების 99.9% პროდუქტებმა გაიარა ტესტირება საკვები მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში და დაადგინეს მისი ეფექტიანობა სწორედ ბაქტერიების 99.9%-ის განადგურებაში. და რაც არის სრულად უსაფრთხოა გავიდა და 60 წამი შენია. ჭურჭელთან მიმართებაში და საკვებთან მიმართებაში ძალიან კარგია მისი და რაც ყველაზე მთავარია, წინაზეც აღვნიშნე შენ არ იყავი გადაცემაში, მაშინ რომ აუცილებელია სანამ მზადებას დავიწყებთ, აუცილებლად ის ტერიტორია უნდა მოვასუფთავოთ და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მადლობა რომ გვაქვს ამის საშუალება რომ კეთება კი არ მიყვარს ვიყოთ. მაგრამ ამის კეთება მიყვარს და გინდა აქეთაც გაგიწმინდო კარგად? მიდი. სუნიც მიყვარს. აი აქეთ იქით ამხარე გад. ოჰო, ცეცხლია რა ცეცხლია. მანანიკო. მანანიკო რატომ? აი სანდრო მოგეყვება მე. ესე იგი გადავიდეთ კერძზე. ხო ესე იგი მოკლედ უნდა ვთქვა აუცილებლად რომ პარასკევიდან პარასკევამდე ახალი სცენარი გვაქვს ხა მაცივრიდან გამოგო. კანდელაკი ნიურის ზომას ზრდის პარასკევიდან პარასკევამდე. შეხედე. ფაიმეს რა არის ვახო ვაშლია თუ თეკლას ბრალი არ მოგიტანა პატარა. ესე იგი ნიორი პარმეზანს ხედავ მე მარილს ხედავ შავ წიწაკას ხედავ პილპილს დაფქულს ასევე მწვანე ხავსს ხედავ ბეკონს ხედავ ვახო დანარჩენი შენ ჩამოთვალე ნაღებს ხედავ ესე იგი და ყველაზე მთავარი რაც არის მოდი ესე ვიტყვი რა ნოსტესთან დაკავშირებით ერთი ყველაზე კომფორტული იმის გარდა რომ ხარისხი და ევროპული სტანდარტი აქვს ძალიან მნიშვნელოვანია ხშირ შემთხვევაში ხოლმე აი ყაირათიანად როდესაც გამოიყენებ პროდუქცია ანუ რას გვინდა აი მაგალითად თუ ნედლ ქათამს ყიდულობთ ხო ნედლი ქათმისგან მთლიანი კერძი უნდა მოვამზადოთ ხოლმე და ნარჩენების გადაყრის გარეშე ხო აქედან გამომდინარე თუ დავამუშავეთ რა თქმა უნდა კერძს მოვაკლებთ იმ რაღაც რაოდენობა ქათმისას რომელსაც უნდა ვერ გამოვიყენებ და აქედან გამომდინარე ნოსტეს აქვს ძალიან კომფორტული შეფუთვები ეს არის თეძოს ნაწილი ეს არის ბარკლები ეს არის ცალკე ფილე და რაც ყველაზე მთავარია შიგნეულობა რომელიც ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდესიერი წარმოებელი არასწორად ამზადებს ხოლმე და ხშირ შემთხვევაში დიდი ალბათობა იმისი რომ მოწალმა და სხვა ასე ვთქვათ პრობლემები შეხვდეს და ნოსტეს შემთხვევაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ზუსტად იმ ევროპულ ხარისხს ინარჩუნებს შეფუთვაშიც და რა თქმა უნდა დამუშავებაშიც და შიგნეულობა ძალიან კარგი გახლავთ ქათმის. ვინაიდან ნოსტეზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ ნოსტეს 70-ზე მეტი საფირმო მაღაზია ყოველდღიურად ემსახურება მომხმარებელს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში და ასევე ნოსტეს სპორტპროდუქტების შეძენა შესაძლებელი არის პარტნიორ ქსელურ სუპერმარკეტებში, როგორც არის Carrefour, Fresco, Goodwill და ასე შემდეგ. ნოსტეს სპორტპროდუქტების მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომობისთვის აქვს სმიტანის სერვისი, რომელიც გულისხმობს Glovo-სა და Bolts. კი ბატონო, ჯანსაღი და გემრიელი კერძის მოსამზადებლად მთავარია ქათამი იყოს ნოსტე. მთავარია ქათამი იყოს ნოსტე. შეგვიძლია კერძზე გადავიდეთ უშუალოდ, ანუ რა ინგრედიენტებს გამოვიყენებთ ამ კერძისთვის, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში განადგურებული ვარ. ხო, შენი მხრიდან როგორც ჩემი იტალიელი ბებია იყო და ჭიქაზე დასვა ბულბული. სანდრო. იტალიური გამოთქმა? კი, იტალიურად ვერ გეტყვი როგორ არის ეს ჭიქაზე დასმული ბულბული. კარგი, რაც ყველაზე მთავარია, დღეს რატო შევიკრიბეთ, იმიტომ რომ კერძი უნდა მოვამზადოს, ხო სანდრო? აქედან გამომდინარე დღეს ვამზადებთ ქათმის, მოდი ეს დავხოთ რულეტი.
ხო, რულეტი დავარქვათ, იმიტომ რომ ხვეულა, რომ ქათმის დამუშავებულ ფილეში მოთავსებულ ბაღჩეულ კულტურებს. მწვანე ხახვი და ისპანახი გვექნება შიგთავსად და პარმეზანი, გარეგნულად ფილე და რა თქმა უნდა ბეკონი, რომელიც დამატებით კიდე პიკანტულ გემოს მიცემს და ეს ყველაფერი იქნება ნაღების სოუსში მოთავსებული. დიდებული კერძი იქნება, ეს გემოები ერთმანეთს მეტად უხდება, ასე რომ? კი ბატონო. ესე იგი, ნახე ფილესთან დაკავშირებით, შენ იცი რომ არსებობს დიდი და პატარა ფილე. შემხვედრია. მაგრამ ხო, ბოლომდე მაინც ვერ ამოხსენე. ნახე, კიდე ყველაზე მთავარი რაც არის, ხო? ეს არის რომ დიდ ფილეში არის კიდე პატარა ფილე, რომელიც აუცილებლად უნდა მოხსნათ და გამოვიყენოთ უკვე სხვა კერძის მოსამზადებლად. იმიტომ რომ ჩვენთვის ეხა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ჩვენ უნდა გავაბტყელოთ ჩვენი ფილე. ხო, ანუ ფორმის მისაცემად გჭირდება მხოლოდ დიდი ნაწილები. ხო, ეს უნდა დაუბეგოთ. და აქედან გამომდინარე, ეს რო დაუბეგოთ, გაგვექცევა. და აღარ დარჩება. აღარ დარჩება, გაქრება. აი, ჩემთვის ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ხოლმე ქათმის ფილეს შუაზე პროპორციულად გაჭრა. სხვათა შორის ეს ცალკე ტექნიკაა, რომელსაც ახლა გასწავლებ. კიდე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ავითვისებ შენგან, იმიტომ რომ მართლა ხანდახან ისე გამექცევა ხოლმე დანა, რომ არ ვიცი. ცხოვრება ეგეთი სანდრო და ხანდახან ხოლმე ხდება ეგეთი რაღაცა, რომ გაგვექცევა ხოლმე ხანდახან რაღაცა. რატომ გაურბის სანდროს დანა ქათმის ფილეს დაჭრის? ჟურნალის ათაურია ჩვეულებრივ. შემდეგ პარასკევს შეიტყო. ნახე, აი ოპერატორი ხო მიცქერს. კი ბატონო, ნახეთ, ყოველთვის ვიწყებთ ქათმის ფილეს, რომელიც აი ნახე ეს მხარეც არის სანდრო, რო იცოდი. და ეს მხარეც არის. ხშირ შემთხვევაში დიასახლისები ფიქრობენ, რომ მოდი ახლა აი აქედან დავიწყებ. და არავითარ შემთხვევაში აქედან არ უნდა დაიწყო, მამასახლისები სანდრო, ალბათ შენ აქედან ჭრი. და აქედან გამომდინარე არ გამოგდის. ყოველთვის უნდა გაჭრა შიგნიდან. არა, მე არც ერთი ასე მე ზემოდან ვიწყებ ხოლმე გაჭრას და მე მაინც არ გამომდის. ანუ ესე იგი შიგნიდან. კი. ზემოდან უბრალოდ ორ ნაწილად ყოფ? კი რა. პეპლის ეფექტი უნდა გავაკეთოთ. ნახე როგორი პეპლის ეფექტი გამოგვივიდა. ეხლა რას ვაკეთებთ ჩვენ? ვიღებთ სამზარეულოში თითქმის უკვე ყველა დიასახლის მსგავსი მოწყობილობა გააჩნია. ეს ნამეტანი დიდი ზომის არის ეს. რა? ეს არა, ყველაზე ნახე აი ეს დავაფინეთ და ვიღებთ აი მეუღლე რო ნასვა მიმოდის ხოლმე, ხო იცი? და რო გინდა რომ გაუსწორდე, აი ესე შეგიძლია გამოიყენოთ. ისე სპეციალური საბეგვი. საბეგვიც არის. არსებობს, მაგრამ ვისაც არა აქვს სპეციალური, აპრობირებული მეთოდით შეიძლება გამოიყენოს. აქ შეიძლება ტექსტიც დაადო, რა ვიცი, რაც გაგიხატება, ვინც გაგაბრაზათ. გარემე. პატარა ვიძალადეთ, მაგრამ ნახე, აი ხა ჩვენ ესეთი ფილე გამოგვივიდა. პატარა ფილე მაინც გაგვექცა. ხო, აი თან მნიშვნელოვანია ხო, აი ტექსტურა არ დაგვეშალოს. და დიდს დაარტყი შენც. დიდს დავარტყი. დიდ ნაწილს. ხوار ხმაურობ უკაცრავად. კარგი. ესე იგი, პირველი, ასე ვთქვათ, ფილე მზათა გვაქვს. ეხლა რას ვაკეთებთ? მეორეზეც უნდა გადავიდეთ და მე ესე ნელ-ნელა თან პარალელურად სანდრო უნდა ჩავრთოთ გასქურა ეხა ჩვენ. ჩავრთოთ და გამორთოთ თავიდან. რამეში მოხმარება ხომ არ. რა ვიცი, რაღაცა ქაოსი მაქვს დღეს და. არ ირთვება? ჩაირთვება ეხა. ბლოკი აქ დადებული, მე წავედი და კოდი დავადე და აი ჩავრთ. ფერავინ რო ვერ ისარგებლოს? ხო, ბოსტონის ფილიალი, კინაღამ გავტეხე იმდენი რაღაცები. ესე იგი, ეხლა რა ვშვებით? ისპანახი გვჭირდება და მწვანე ხახვი გვჭირდება. კიდე დაგიჭრა თუ ძალიან წვრილად. ნახე როგორ უნდა ვქნათ წითელზე ხო იცი რომ აუცილებლად უნდა ხორცი. აქედან გამომდინარე, მწვანისკენ უნდა გადავიდეთ ეხლა აქეთ და დავიწყოთ ხახვი დაგვჭირდება მწვანე. აი ესე წვრილად დავჭრათ და დაგვჭირდება რაც ყველაზე მთავარია ამ კერჩი ისპანახი, იმიტომ რომ ისპანახი დამატებით კიდე საინტერესო გემოს მიცემს ჩვენს კერძს. თან საფაზე მოთავსების შემდეგ ისპანახი რაც არის იმის 1/3 დარჩება. იმ დღეს მომასწრო, როდესაც ანა შეკითხვას დავსვავ, ხوار მოგეხმარო და მომეხმარება. 2 წუთის წინ არ ვიკითხე, მოგეხმარო? უბრალოდ ეს ისი როგორ იყო, აი რაშვები როგორ ახარ, ხوار გიდა დახმარება. არაო მითხარი.
შენ მოგეხმარო მართლა. აღარ გავაკეთე უკვე და. შენს უნდა აღნიშნო ჩვენ 4 ხელში როგორ სანდრო არის ჩათვალე რომ მე თუ სამზარეულოში კადრი დამაკლდა და სანდროს თუ სურვილი ექნება ჩათვალე რომ აი დემი შეფია ჩვეულებრივი რა. სუშეფი? სუშეფამდე ჯერ არ აქვს პრაქტიკა, მაგრამ პრაქტიკასთან ერთად ისიც მოვა აუცილებლად. ესე იგი, მწვანე ხალხი უნდა მოვათავსოთ ესეთ ჯამში და ცოტა ხნით რომ დაველოდოთ, ეს რომ კარგად გაგვიხურდება, მე მანამდე ცოტა ზეთსაც გამოვიყენებ. ძალიან ცოტა მინდა იმისთვის, რომ უბრალოდ მოვწალოთ ჩვენი ისპანახი. აი ძალიან ცოტა ინახეთ. კარაქი გვაქვს, იმიტომ რომ ამს როცა ვხედავ და ნაღებს როცა ვხედავ, ავტომატურად კარაქიც გინდება. კარაქიც არა, ამ შემთხვევაში კარაქი არ დაგჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბეკონი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, პერსონაჟი იქნება დღევანდელ ჩვენს კერძში. და ცხიმიანია და ქონის დიდი ნაწილი აქვს. კი ბატონო. რადგან შენ დახმარების შემოთავაზებაზე ხელი მიკარი და უარი მითხარი, კოკაკოლა ხომ არ დაგისხა? კოკაკოლა მაინც დამისხი. ესე იგი, დაგჭირდება პარმეზანი. თუ პარმეზანი არა გაქვთ, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩებოლილი ყველიც. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რძის პროდუქტი ყველის სახით მოვათავსოთ ამ კერძში, რომ დამატებით პიკანტური გემო მიცეს ჩვენს კერძს. პარმეზანი, მწვანე ხალხი, ისპანახი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ისპანახი, იცი რა მინდა სანდრო, აი ტაფა გახურდებოდა და ეს ისპანახი ჩაუძახე უბრალოდ. პირდაპირ. ხო, აი ცოტა უნდა მოვწალოთ რა, უნდა ფორმა შეუნარჩუნოთ უბრალოდ აი ეს. მთლიანად ჩაუძახე. აი ბოდიში გამოვხადე და უტოვე? ღეროები აუცილებლად დაგჭირდა. ეს ჩვენ უნდა დავკეპოთ მერე კიდე თავიდან და გადავაზავოთ მწვანე ხალხში. ეს ხორ დავაფარო თავს თუ დავტოვო როგორც აი ეს დანარჩენის უქენი. თლიანად? ხო, სანდრო. შენ არა თქვი პატარავდება, ცოტავდება. კარგია განს. თან ეფერე. ძალიან კარგი ისპანახია. მე რო ყიდულობ ხოლმე ცოტა უხეში ფოთლები აქვს და დღეს თეკლა მირეკავს, ახლა ისტორიას მოგიყვებთ, თეკლა მირეკავს დღეს და მეუბნება რომ ისპანახიო არ არისო, დეფიციტშიაო. მე ვთქვი როგორ შეიძლება ისპანახი დეფიციტში იყოს მე. და აღმოჩნდა რომ უბრალოდ ისპანახი სხვა სახელწოდებით იდო იგივე დახულზე და სხვა სახელწოდებით და ვერ მიხდარო ისპანახი. მაგრამ გავზარდე ნელ-ნელა თეკლა და ეხა უკვე იცის ისპანახი როგორ უნდა მოძებნოს. ოჩახთეკ. ეხა ერთი კბილი გრანდიოზული ნივრის დაგჭირდება რომელიც ერთ თავს უხდის. აი ამის ნახევარი უნდა უქნათ. ჩავახეხოთ მე ნიოგენი გამოსავალს ნიორსა მიმართებით და არ ვიცი ჩემსავით ვინც ხართ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს რჩევა მიოგენი ძალიან წვრილად დაფქულ ნიორს რომელსაც თითქმის ყველა კერძში უშვები და ის ნივრის სასიამოვნო გემოც მოყვება და არც ასე ვთქვათ არ ხვდება საკვებში ვერ იგრძნობს ასე ვთქვათ რომ ნიორი ფიზიკურად არის შიგნით და ასე გადავჭერი მოკლედ ეს პრობლემა. სიმართლე რომ გითხრათ მე ნივრის შეგრძნება და ესე რომ ხდება საკვებში არ მაღიზიანებს უბრალოდ შემდგომი ეფექტი აი ოდნავ გულს მიჩქარებს და ნუ სუნიც ალბათ არც ისე კი კარდიოლოგიური ეფექტი ნიორს აქვს. კი იმიტომ რომ სხვათა შორის რო იცოდეთ უამრავ პრეპარატში კუჭის გამაყუჩებელი, აი კუჭის ტკივილის გამაყუჩებელი ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი არის ნიორი რო იცოდეთ. ისე ნიორს სედაციური ეფექტი აქვს აი ხაში, იმიტომ უშვებიან ხოლმე დილით დაიძინონ. კი. და რაც ყველაზე მთავარი ანტისეპტიკური არის. ძირი გაძვრა. ესეც მეორე ფილე და მესამეც მოდი რა 1 2 3 ხო თან სტუმრებსაც ველით ხო აქედან გამომდინარე მოდი კიდე მოვამზადებ ერთ ფილეს გვაქვს საშუალება და რატო არ უნდა მოვამზადოთ ხო ცუდი ხალხი ხო არა ვარ კარგი ხალხი ვარ ჩვენც და მესამე სანდრო რამე სათქმელი ხო არა მიდი დავატყობ რა დილით რომ მოვედი ცოტა აგრესიული ვიყავე და როგორ დამეხმარა იცი? ხო როგორც აი კრივში რო ვარჯიშობ ეგ ეფექტი აქვს ხო? შენს რამე ხო არა გაქვს ნერვული რაღაც? აბა თავიხარჯო? მე დაიხარჯე. აბა მით. აი ამ აგრესიას
საკვებზე ერთიც მინდა. ხორცი გზნობს მაინც. ხორცო შეუნამუსო შენ. კარგი, მესამე ხორცოც გვაქვს და შენ პატარა მკერდი ახსენე და იქ დატოვე რისთვის დატოვე? ეს სამი პატარა მკერდი გახლავთ იმისთვის, რომ საღამოსაც ხო უნდა მიირთვათ მერე რაღაცა და ამ სამი კერძისგან ბოსტნეულიდან შეგიძლიათ გააკეთოთ საინტერესო აი ფაჰიტა რო გავაკეთეთ, ხო გახსოვს მარინადი, სოიო, სოტანიური, ნაგეცები შეგიძლიათ. ეს არის ჩათვალეთ, რომ როდესაც ნედლ ქათამს იყიდით და რა თქმა უნდა ეს იქნება ნოსტე, იცოდეთ რომ ამის გაყინვა შეგიძლიათ. ანუ შეგიძლიათ თუ მაგალითად 6 კერდის ნაწილი იყიდეთ და 3 ცალი მცირე კერდის ნაწილი დაგჭათ, ეს თავისუფლად შეგიძლიათ ცალკე პარკში მოათავსოთ და გაყინოთ საყინულეში და მერე როდესაც მოგინდებათ თავისუფლად მოამზადებთ. ანუ ეს არის პირველადი გაყინვის არის. არ შეიძლება მეორადი გაყინვის და პროდუქტი. საერთოდ გაყინვას ყველა პროდუქტს გაყინვისას თავისი წესი აქვს და ვადა და საერთოდ როგორ უნდა გავყინოთ, სად უნდა მოვათავსოთ, ერთმანეთის გვერდით როგორ უნდა მოვათავსოთ და ამ ყველაფერს ხო დავუწყოთ ეს მომავალ კვირას. მე არ ვიცოდი სიურპრიზია ჩემთვის მართლა? კი, პარასკევი არა, ოთხშაბათს გვაქვს ჩანიშნული ეს ყველაფერი და თუ გინდა მოდი. აი, ახლა მაყურებელს ის სითხე, რაც გამოუშვა ისპანახმა იქ არის დარჩენილი ტაფაში და დარწმუნებული რომ გამოგვადგება. იცი რა, ნაკლებად გამოგვადგება ეგ? ხო, არა, არ გამოგვადგება. ნუ შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგალითად, მაგრამ აი ფხალსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ მე არ გიჩვევთ რომ იცით რა, აი ნახეთ, აი ფხალსაც როცა ვამზადებთ ხოლმე, არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ისპანახი, როდესაც მომზადდება ხოლმე ისპანახის ფხალი, ფერი აქვს რაღაცა უცნაური. აქედან გამომდინარე, ყოველთვის გირჩევთ ხოლმე ძვირფასო დიასახლისებო, როგორც სანდრომ გააკეთა, იგივენაირი პრინციპით გააკეთოთ, მე კიდე გაწუროთ ეს და იქნება ესეთი ხასხასა და მწვანე ფერი. ყინულში ჩადებაზე რა ზღვის ხარ? გადასარევი მე საერთოდ ძალიან მიყვარს ბლანშირებას ვეძახით ჩვენ პროდუქტის, როდესაც ცივი და ცხელის შოკის ეფექტს ვაკეთებთ ხოლმე და აქედან გამომდინარე, აი ხა ჩვენ ეს ინარჩუნებს ფერს. ფერს აუცილებლად და სიხასხასეს ინარჩუნებს, რაც ყველაზე მთავარი. ეხლა ჩვენ რა გავაკეთეთ? ქათამ ჩვენი ისპანახი მოვწალეთ, ასე ვთქვათ, შემდეგ წვრილად უნდა დავკეპოთ და დაკეპვის შემდეგ რას ვაკეთებთ? უძახებთ მწვანე ხავხთან და პარმეზანთან და ნიორთან. რაც ყველაზე ეხა ამ ეტაპისთვის არის მნიშვნელოვანი. აი ესე მოვათავსეთ. სანდრო რა მინდა იცი გთხოვ შეგიძლია შე რომ მარილი დამემატო აქ, იმიტომ რომ პარმეზანს ცოტა კი აქვს მარილი, მაგრამ კარგი იქნება ცოტაც დაუმატო. ჩავმატო მარილი? კი. კარგი. ნახეთ, ეკლა ნიორი გაზარდა და ეს დააპატარავა. რამდენი უნდა მაგრამ? კარგი ხარ. ეხა აიღე კოვზი და კარგად ამოურია. თუ მეხმარები ბოლომდე მომეხმარ. შენ გამოგცემ ჩემგან ეს ადასტურს. ძალიან კარგი. ესე იგი, ეხლა დავიწყოთ შემდეგი ეტაპი. შემდეგი ეტაპი გახლავთ ქათმის ფილე, რომელიც უნდა მოვათავსოთ ქათმის ფილეში უნდა მოვათავსოთ სანდროს მიერ შეზავებული ისპანახი, მწვანე ხახვი, ნიორი და პარმეზანი. აი ეგ გადმომეცი თუ შეიძლება. ხუმელშია ცხობ მერე? აუცილებლად, კი. ნახეთ რა ვშვებით ახლა. ავიღეთ, მოვათავსეთ. ეს ალბათ დაიხურება. ხო, ნახე ახლა რა გავაკეთოთ, ქათმის ფილე ხო მარილი არ დაგვიყრია და ცოტა მარილი შიგნითაც მოვაყაროთ. რომ გემოთი შიგნიდაც იყოს. ნახე ახლა რა ვშვებით. გადავაფინეთ. და აი ესე გადაუკეთეთ, როგორც მაგალითად აი ტოლმას რო ამზადებთ, ხო იცი? კი. ტოლმას რო ამზადებთ, იგივე პრინციპით უნდა მოვამზადოთ ჩვენი ქათმის კერდის ნაწილი. ეს დროებით გადავდოთ და ეხლა ნახე რას ვაკეთებ სანდრო. ბეკონი. ერთი ბეკონი, ორი ბეკონი, სამი ბეკონი, 4 ბეკონი. ახი როგორია, დიას ნახე, ნამდვილი ფუსფუსა ხალხი ხართ რა.
აჰა. ეს ბეკონი უნდა დაჭრას თუ უნდა შემოახვიო? უნდა ეხა. ალტო უნდა ჩავაქვსო. არა მართლა. ესე იგი მეთოდიც არის მართლა ბეკონის შემოხვევა. აი მაგას ვაკეთებ. ხო? მაგას აბა. მაინც აცივდაც და რო არ შესცივდეს. გამარჯობა ტოლმა. შედავსკერი. ეს რა? აჰა. ეს ზედმეტი აღმოჩნდა. ესეც გაიქცა. აჰა. აჰა. ოჩა, შეფუთა. დავდიოდია მე შეფუთვას. პატარა მუმია გა. ბეკონ მუმია გავაკეთეთ პატარა. აჰა. ესეც ესე ვქნა და ნახე ერთი მე მგონი მაინც მე მაინც ვფიქრობ რომ ერთი კიდე აი გავაკეთეთ აი ესე აი. არა ამას ჩემი აზრით ხო დიეტურის რა მოგახსენოთ? დაჭირდება მაღალ ტემპერატურაზე გამოცხობა. მაღალ ტემპერატურაზე რამდენზე მაქვს ერთი გახედე? ინდოთა მეთქვა რომ 200 გრადუსზე გვაქვს ახლა დაყენებული ყოფა? ანა ხმებს ეს რამდენ 200 გრადუსზე აყენია. 200 კაი. კარგია. ანას რაღაცა ესმის რაღაცა ხმები. ის რომ დიეტურია და დიეტურის რა მოგახსენოთ? ნაღები, ბეკონი, რა ვიცი, ყველაფერი ერთად არის. ხმები ესმის რაღაცა. ეხა ნახე რა ვშვები. გემრიელი იქნება. აი ეთკინება, მაგრამ არა უშავს. მე აღარ შევიძლია ჯერ ხო ქვავიცემ ეხნე ბუდუ. დღეს რაღაცა ესაა რა. აჰა. აი ესე. შენ ხარ ჩემი ბატონი. ეს რაღაც ცერათ მომივიდა სანდრო ხომ აპატიებ? მედი ამოვე. თვალით თარაზოში. ესე იგი. მომეცით. თუ შეიძლება ხელსახოცი. ხელს. ვახოს ქათამი რა ეტაპზეა გვეტყვის ვახოს? ვახოს ქათამი არის შეცხობილი ღუმელში. და ვანახოთ ძვირფას ტელემაყურებელს. თან 10 წუთზე მეტია დაახლოებით 200 გრადუს ტემპერატურაზე არის ჩვენი ქათამი ბეკონში გადახვეული კი ბატონო, დაახლოებით 10-12 წუთია და ნახეთ, შევეცდები რომ მაყურებელს დავანახო. აი, ესეთ მდგომარეობაშია ჩვენი, ასე ვთქვათ, რულეტი. ამას ეხა დაახლოებით კიდე 20-35 წუთი დაჭირდება რომ მთლიანად გამოცხოს. ანუ ჩვენ რეკლამასაც გამოვიყენებთ და ეხა რაც ყველაზე მთავარია, უნდა დავიწყოთ соуსის მომზადება. соуსისთვის ნაღები პირველ რიგში და პირდაპირ გაცხელებულ ტაფაზე კი ბატონო, ნაღებს ვასხავთ და რას ვაკეთებთ ეხა ნახე, მნიშვნელოვანი ამბავი. ჩვენ ყოველთვის როდესაც ვიწყებთ კერძის მომზადებას, ვიწყებთ ხოლმე ხახვის და ნიურის მომზადებით, ხო? და დღევანდელი ამ соуსის მთავარი მიზეზი არის რომ ჩვენ ნიური არ უნდა შევწვათ და მოუხარშოთ. რომ ის არომატი შეინარჩუნოს, მაგრამ კაფეო მისი გემო დავკარგოთ. არსებობს ეგეთი კერძით ნივრის პიურეს ეძახიან, რომელიც ძალიან პოპულარულია და ხშირ შემთხვევაში იყენებენ ზუსტად ამ ტექნიკით, თუნდაც იქ გრძეში აკეთებენ და ჩვენ ნაღებში გავაკეთებთ. ესე იგი, რას ვაკეთებთ? ცივ ნაღებში, რომელიც ჯერ არ დუხს, დავამატებთ ნიორს. სანდრო, აი ნიორს დავამატებთ, თხლად. არ ვიშურებთ ნიორს. არა, დაახლოებით აი მგოლიათი ნიურის ნახევარმტრის ნახევარი ხო დავამატეთ იქ და მეორე ნახევარს დავამატებთ უკვე აქ პარალელურად დავამატებთ ეხა ცოტა შავ წიწაკას და ცოტა მარილს. აი ეს არის თავარი соуსის ამბავი, როგორც კი წამოდუხდება, მერე დავუმატებთ უკვე პარმეზანს. დაუბრუნდით ეთერში და ქათამი მზად არის, ნაღების соусიც მზად არის, ხო არის მზად? მზადდება? მოვლენებს უსწრებ წინ, მაგრამ მაინც კარგი. ესე იგი, მე ხო დავანონსე რომ რეკლამაზე რა გავალ ნაღების соуს მომზადებთ მეთქი. ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. სანდრო რა დაუმატებთ აქ? ნაღებს ჩავახეხეთ ცოტა ნიორი და პილპილი. შავი პილპილი. ეს არის და ეს. კი ბატონო. აი მართლა ნაღებს რო უხდება ნიორი, ისე
ცოტა რამ ხდება და რა ვიცი საერთოდ ნიორი ძალიან უხდება რძის პროდუქტს. ერთ-ერთი ყველაზე ისეთია რა, საინტერესო გემოა, ხო, აი როგორც ჯინჯერი და ნიორი უხდება ძალიან ერთმანეთს აზიურ სამზარეულოში, ასევე ესეთ ფრანგულ, იტალიურ სამზარეულოში ნივრის და რძის პროდუქტის მეგობრობა ძალიან ისეა რა, აი როგორც მაგალითად ხახვის და ღვინის, აი არის პროდუქტები, რომელიც ზედგამოჭრილია რა, აი გეგონება რომ ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები. კარგი, ესე იგი, შიგთავსად ჩვენ გამოვიყენეთ სანდროს მიერ მოწალული ისპანახი, მწვანე ხახვი, ჩემს მიერ დაჭრილი, რომელიც ანამთქვა რომ დაგეხმარებიო და არ დამეხმარა. და ანას მიერ გადაწმენდილ ზედაპირზე მოამზადეს ეს ყველაფერი და გასინჯავენ. და გავხეხილი ნიორი, გოლიათი ნიორის ნახევარი და პარმეზანი ჩავახეხე რეკლამაზე და ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთგვარი ტექსტურულ პესტო მოაჯიკო, ესეთი ფაფუკო соуსი. დავაბლენდეროთ, ეხლა ვიხმაურებთ, მაგრამ რა ვქნა, ცხოვრება ასეა მოწყობილი, რომ მაგრამ ისე არ უნდა ვქნათ, რომ ძალიან ერთგვაროვან მასად ვაქციოთ, აი ცოტა როგორც პესტოში იგრძნობა. ხო, აი ფაქტურა როგორც იგრძნობა, ისე უნდა გავაკეთოთ. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ამას როგორც აჯიკა ისე მოვათავსებთ და მე უკვე ჩანგლით როდესაც რულეთს მოვჭრით, ამ соуში რომ ამოვგანგლავთ, ამასაც მოყვება ეს ყველაფერი. ის არის რა, საინტერესო მაიმუნური რაღაცაა. ფანტაზია სამზარეულოში არის ერთ-ერთი უმთავრესი მარჯვეხელები და ფანტაზია არის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში დიასახლისები ერიდებიან ხოლმე ექსპერიმენტებზე. კონსერვატიული მიდგომა ყოველთვის არ ამართლებს. აი მე როდესაც შავბნელ 90-იანებში კულინარიულ გადაცემის წამყვანი ვიყავი, მაშინ უკავშირი ყოველთვის მქონდა ხოლმე ისეთი, რომ აი როგორ რას უკეთებ ტრადიციულ კერძებს, აი როგორ შეიძლება ესე რომ ეპყრობ. ბებიაჩემის კომოდან მირეკავდა რას აკეთებ ახლა, მაგრამ მეუბნებოდი რომ მე უნდა გავბედო, მე უნდა შევძლო ის რომ დავანგრიო სტერეოტიპები. და იმიტომ ხარ ასეთი ვახო, განუმეორებელი რომ ფანტაზიას და მარჯვეხელებს მიეცი გასახანი და ქალაქის ტელეფონზე ურეკავდა კომოდან. აი კი, მაშინ 32-2 კი არ იყო, ეგრევე რეკავდი. აი ნახეთ, მე აქ აპლოდისმენტები დაიდება ალბათ, ვიდეო რო დაიდება, ხალხის ემოციები რაღაცეები, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო კერძი გამოვიდა. ესე იგი, აქ ყველაზე მთავარი რა არის ახლა იცი ძვირფასო ტელემაყურებლობა და დაამსწრებს საზოგადოება. რო გავჭრით, იმიტომ რომ სტუმრებთან უნდა გადავინაცვლო მე და ჭამაჭამით ვერ გადავა. კარგი, გადაინაცვლე სტუმრებთან და მე ავაწყობ და მე დაგიბრუნდები. კარგი, თუ ესე კიდე ნახეთ, ხელი დამეწვა. ნახეთ, აქ ზღარბი უნდა იმას ვქნათ, მოვაშოროთ. ეს ორი ცალი ისე რასში გვეყოფა? კაი, მიდი. ბოდიში რა დღეს რაღაც ცოტა ისე. იცი რა, ჩემი აზრით, არ ვიცი რამდენად მიიღებ, ეს ცხიმი არ არის დასაკარგი. ისპანახის წვენი რო შეინახე, იმაში გაურია და ძალიან ოჯახი მეწუჭად ყალიბდები სანდრო. აბა გავჭრათ, ჯერ არ გადაიღოთ, არ შემარცხვიროთ. გადაიღეთ. კარგი. დიდებული. კარგი. თეთრი, წვნიანი, გარედან მობრაწული ბეკონი. რას ამბობ, შეხედე რა. და გულო. აი, ხელოვანი რო იქნები ადამიანი, კიდე კაი თეატრალური მაგ დამთავრებული. თორე ასეთ შედეგს მე ვერ დავდებდი. ვერც ერთი შეფი, ვისაც სახელოვნებო კოლეჯი, ინსტიტუტი არა აქვს დამთავრებული, ეს რაღაცას ვერ ისავს. დღეს თვითშეფასება განსაკუთრებით მაღალი გაქვს. გუშინ ბატონმა მიხეილმა ისეთები მითხრა, რომ ჯობია რომ მევისაუბრო. კი ბატონო. აჰა. წყვე და მე ნაწილ გავსინჯო მანამდე სანამ იცი, ეს დაგვენგრა სანდრო, მაგრამ ეს ჩათვალე რომ უგემრიელეს. რომელია? აი დანგრეულს გავსინჯო. მიდი დანგრეული გასინჯე. ეს არის ესე იგი ჩვენი კოკა-კოლას მაყურებლისთვის, რომელიც უნდა ჯერ ნახე რა ვშვებით, ეხლა კინაღამ დავანგრიე სტრატეგიული მონახაზი.
ნახე რა, ეგოცენტრიკია, დადის თავისთვის რაღაცებს, იღებს მე არაფერს არ მაწვდის. ნახე соуსი, აი მნიშვნელოვანია, ეხლა რას ვაკეთებ, აი. რა ყარია. ო, შეგედასვა. რასუნი აქვს? აი ნახე. ესე ამოვიღოთ соуსი. კარგი, ესე, ერთი სანდრო, ამას შენ გიკეთებ, ან ამ მოვლენებს გაუსწრო და ხელსაყრელს რომას ვიკეთებ მე? აი ხა რასაც გავაკეთებ, იქნება შენი. იმიტომ რომ ანა მოვლენებს გაუსწრო და არ დაელოდა. ვახოს. აი მოგისურვებთ. აბა გითხარი რამე. მე ძალიან გემრიელია. ნახე, აი ესე ვიწყებთ. ერთი მოვათავსეთ, დავდეთ ესე, მეორეც ზემოდან აი ესე დავამატეთ. ასე მეც არ იმსახურებ, იმსახურებ მაგრამ. კაი. იყო საკმარის მოდიო. მესამესაც დაგიდებ კაცო. ახალგაზრდა ბიჭი ხარ შენი საყელოს ჭამს. აი ესე. და ეხლა რა ვშვებით, ნახე, აი აჯიკა რომელიც ვახსენე ანამ რო არ გასინჯა. გადავადე რა. და აჯიკას. აი ნახე. აბა ვქენი, მადლობა. ესე. და ამას ნახე რას ვაკეთებთ? აი ესე ანაზდათ მოვასხავთ ზემოდან. აი ესე, აი. მიდი სანდრიკო, მიდი აბა შენ გენაცვალე. ისე გამოიყურება რომ მენანება რომ ჭამ. დაიცა ეხლა მე რა უნდა დაგას. გენანება დამიტოვე ეთერის მერე მე შევჭი. მიდი, ეს თლიანად. აბა, აბა სანდრო, ამოისურვე. მოგცე. ჰა? აბა? თან ლაპარაკიც უნდა ისწავლო მაგ დროს. წელია. მოდი შეგიბერ. ჰა. წელია, ეგეც აი, წელია. სანამ შეაფასებს მე ვიტყვი. აბა მინდა გისა. უმაგრესი, აი, ძალიან გემრიელია, ხო? ხო. ბრავო, ყოჩახ. იგრძნობა იტალიური ფები, იტალიელი ფების გავლენა ქართულთან შერწყმაში და ჩაღლაპე თუ ვერა, ცუდად არის. სანდრო, ნახე, აი ხედე ზემოთ ზღაპრული. კაი, ხო? სანდრო, მოდი. პიკანტურია. სანამ მოსული ერთები მე სტუმრებს და დააყოლე და მე შემოგვიერთდი, მადლობა. კარგად ზანდებოდი.